იარბელქანიაზე რა მითხარი? გავაქირავე მეთქი ბიჭო, არ გესმის შენ? ოღონდ ხაზეინიანად. ეს დავყვები, ვერ ვემდობი ახლა რამე არ გავახუჭო. თან კონტენტ კრეატორობისთვის მეტი დრო რჩება. ისე შენია თვითმფრინავი და ბიზნეს კლასი მაინც აგეხო. ბიჭო, შენ ისეთი დაბალი სტანდარტების ხარ, შენთვის ნებისმიერი ადგილი ბიზნეს კლასია. თუ რო ჯორკოზე დახსნა, მაინც ბიზნეს კლასი იქნება შენთვის. არა მე ვიფიქრე. ფიქრე? შენ? ადამიანი ფიქრობს ურმე ასეთი რამე ნაკიანივით 20 წელიწადში ერთხელ ხდება, დროზე GoPro. მოგესალმებით ჩემო გამომწერებო, გრძელდება ჩემი ვოიაჟი და რენდომის საბოტაჟი. ჩვენ მივფრინავთ იტალიაში სუპერთასის თამაშზე, სადაც ჩემი კვარა ეთამაშება რენდომის ტოტენჰემს. ჩემი რატოა ტოტენჰემი? აბა ვისი იქნება ბიჭო? მე ვლოგში ანტაგონისტი მჭირდება. მაცადი ახლა. როგორც იცით, წელს სუპერთასი ვიწროზე ტარდება უდინეში. შესაბამისად ჩვენ ჩავფრინდებით რომში, იქიდან მე მეწავალ ატარებლით და რენდომი შეგვეჯიბრება ფეხით. ნახოთ ვინ ჩაასწრებს. რა ფეხით? ახ შენ გონია რომ უდინეში ფეხით წამოვა? აბა რა შემიპირეს ხალხი ვერ გავიგე. თუ არ მორბოი. კოლაბორაცია უნდა გავაკეთოთ ბიჭო მედაში. შენ ირბენ მე გადავიღე. მეტი კაი კოლაბორაცია რა გინდა? მე PS-ში ტოტენჰემის თამაშზე მოვდივარ შენთან ერთად, სხვა არ მაინტერესებს. ისე კვარა არ გიხსენებია დიდი ხანია და რა ხდება აღარ გეხმიანება? ჯერ რა ფეიკებს არ ცელე ბიჭო. რას კი არ მეხმიანება? ივლისში არ დამპატიჟე მიკონოსე? შეგვიძლია რო ქონდა. უბრალოდ მომერი და არ მინდოდა შეწუხება და მაგიტომ წავედი მალთაყვაზე მე. და კვარას მაისურს რო შენ პირდი ავტოგრაფით სად არის? ბიჭო სტადიონზე ხარ ხოლმე მუდოსავით, ხმას არ იღებდა. თუ არ იყვირე რა უთხრა მე იმ ადამიანს? ვისთვის მინდა მეთქი? თუ გინდა მუდოს ფორმას მეტყვი. არ გინდა. ტოტენჰემს დუბლს რომ გავუტანს მე თვითონ მეტყვი. შეგედა როგორი ენატკბად მოუბარი გამიგეთა ბიჭო? აი ესე ტოტენჰემი არ არის ცუდი გუნდი. მანჩესტერს მოუგო ფინალი. ეგ ჩემი არგუმენტი უფრო არ არის? არა, PSG-ც ძალიან მაგარია, ხა 9 ფეხბურთელი ყავს ოქროს ბურთზე ნომინირებული. შენ ბიჭო როგორ турბულენტური ხაზიათი გონია? ხან იმას ამოვყან ამას. მომისმინე. კვარა ოქროს ბურთზე რა შეიძლება? წელს გაჭირდება. კარგი. მეგობრებო, უერთები ქართველი იუთუბერების ჩელენჯს და ახლა სრულიად შიშველი ხელებით დავიჭერ ანაკონდას. აგერ მიზის გვერდით. თან თვითმფრინავში არ გაუკეთებია ეს არ არის. ოღონდ შემიძლია. ნეტა მალე ჩავფრინდებით. ზღვის თავზე ვარ, წყალმომოშიება იცის. მომისმინე. ეს ბორდგამცილებელ რო ჩამოივლის, ხო? დაიტრიე ეს საჭმელი სასოსნავები და გიფასდება. შენ ინდესიზამ ახლა მართლა ტოტენჰემისკენ ვიქნებ. კეთო. ვერ იქნები. რატო ვითომ? გამიშვიდ ბიჭო ხელი რა გინდა ჩემგან შემეშვიდ ძმაო? მეგობრებო, არ ვიცი რა დაემართა რენდომს, სრულიად მოულოდნელად წამოიძახა, ბომბი მაქვს, ასე წამოიძახა. შესაბამის ღონისძიება გატარდა მის მიმართ და ახლა მიყავს განყოფილებაში. ისე დაკითხვაზე კითხეთ ისე მის გულშემატკივროს. ტოტენჰემი. 13 აგვისტოს UEFA სუპერთასზე საბა გოგლიჩიძის უდინეში ხვიჩა კვარაცხელიას PSG ერთ დროს ჰარი კეინის ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია უკვე მეორედ მოხვდა ოქროს ბურთის ნომინანტებში. მე წარმატებები მინდა უსურვო კვარას და დარწმუნებული ვარ რომ ადრე თუ გვიან ოქროს ბურთს მოიგებს. ზოგადად PSG-ს ისეთი მაგარი სეზონი ჰქონდა, რომ გუნდის ერთდროულად 9 ფეხბურთელია ოქროს ბურთზე წარდგენილი. ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელი, PSG კი საუკეთესო კლუბის. ერთი ახლა მფლობელი დარჩა საუკეთესო შეიხის ჯილდოზე წარსადგენი და ეგარ. PSG-ს სუპერთასის განაცხადში ჯიჯი დონარუმა არ შეიყვანა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის იტალიელს იუნაიტედში გადასვლა სურს. არადა წესით მამაკაცებში შუახნის კრიზისი 30 წლის შემდეგ იწყება ხოლმე. შოფერ ჰოფერთან ერთად გაგაცნობთ გუნდების და სუპერთასის სტატისტიკას. PSG და ტოტენჰემი აქამდე ერთმანეთს ერთხელ ორლანდოში საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე შეხვდნენ ერთმანეთს და ის თამაში ტოტენჰემმა მოიგო. სუპერთასი 29-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა, ხოლო 20-ჯერ ევროპა ლიგის ჩემპიონებმა მოიგეს. PSG თამაშის საშუალოდ 7-ჯერ უთხრამს კარში, ხოლო ტოტენჰემი 10-ჯერ ჯარიმდება. ჩემი პროგნოზია PSG-ს კარში დარტყმების მეტი. გუნდში ძირეული ცვლილება არ მომხდარა თუ არ ჩავთვლით მეკარეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ PSG ისევ ისეთი მაღალი დონის გუნდია, როგორც გასულ სეზონში და მგონია, რომ ტოტენჰემის წინააღმდეგ ბევრჯერ შეუტევს და კარშიც ბევრჯერ დაარტყმებს. ჩემი პროგნოზია ხვიჩა კვარაცხელია გაიტანს გოლს ან გააკეთებს საგოლე გადაცემას. ყვარამ PSG-სთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო თუ არ ჩავთვლით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს. ვფიქრობ სუპერთასზე ის მოტივირებული გამოვა და გოლით ან ასისტით გავგახარებს.